დღემშვიდობისა ყველას ჩემო ძვირფასებო, ჩემო ტკბილებო და ლამაზებო. დიდი ხანია საჯარო გაშლით არ მობრძანებულ ვარ ჩემს YouTube არხზე, ამიტომ დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის მთავარი განსახილველი თემა იქნება რა გელოდება, როგორც ყოველთვის ჩემთვის ყველაზე ინტერესი, როგორც ვთქვათ, ინტერესიანი, საინტერესო უფრო ამ თემებზე აგებული საჯარო გაშლები არის, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური საკითხები, ზოგადი საკითხები ცხოვრებისეულად რა გელოდება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. პირადზე შემოგთავაზებთ გაშლებს. დავიწყოთ ახლა ჩვენ აქ. ის თუ რა ენერგიებში ხარ ამჟამად, ის თუ რა ხდება შენს თავს, ის თუ ცხოვრების რა ეტაპს და რა პერიოდს გადიხარ, ჩემო ოქრო და ტკბილო. ივლისის თვის დასრულებამდე დარჩა რამოდენიმე დღე და თქვენ იცით რომ 300 ლარიანი გაშლის ღირებულება ფასდაკლებით ამ ეტაპზე არის 50 ლარი. შედის 8 შეკითხვა, ფორმატი იქნება ხმოვანი შეტყობინებებით, ჩემო ოქროებო. ამ 8 შეკითხვაში თქვენ თუ გინდათ ისე გადაანაწილებთ კითხვებს, რომ ყველას პირადზე დასვავ, ან ისე ჩამოარაკრაკებთ კითხვებს, რომ ფინანსებსაც შეეხები, პირადსაც და შენს პირად, ესე ვთქვათ, ინტერესებსაც გაითვალისწინებ. ნახოთ, როგორია შენი მოქმედი მთავარი ამჟამინდელი ენერგია, რა ენერგიებში ხარ ახლა, დავიწყოთ და ამოვიდა ესეთი ზომიერების არკანი. პლუს ამას ვიღაცა ზედმეტად ისეთ დიდ ფინანსურ ზარალს განიცდის და ფინანსურად შეიძლება ითქვას, რომ ცოტა არ იყოს და ჩავარდნა გაქვს. ფინანსური დანაკარგი ჩანს, ბევრი გასავალი ჩანს თუ ჩვენ პენტაკლების ხუთიანს და ზომიერებას ერთად შევატყუპებთ. ფინანსური გასავალი, ემოციური დაღლა, გადაღლა, საკუთარი თავი რო ყველას უნდა მოარგო და ამყოფინო, ამ მდგომარეობაში ხარ, რაღაცები არ გამოვიდა და ვერ გამოვიდა ისე როგორც გეგმავდი სავარაუდოდ, ენერგეტიკულად გრძნობ თავს, ცოტა ხანი მე უნდა დავისვენო და დალშე რაც იქნება და როგორც იქნება თავად გააკეთოს ყველაფერიო და ყველა არჩევანიო და თუ იმეს რამის გაკეთება უნდაო, თვითონ მიმინდია მათთვისო, ფინანსურ ჩავარდნას ვხედავ, აქ რაღაც ბოლო ორი კვირა შეიძლება სამსახური დაკარგე, შეიძლება ფული გაგივიდა ბევრი, ხარჯი გქონდა ბევრი, შეიძლება ურთიერთობები დაგიპაუზდა, შეიძლება ურთიერთობამ რაღაცა მძიმე ზარალი განიცადა არის აღდგენასაც ელოდები, ან ფინანსების მოსვლას ელოდები, რომელიც იგვიანებს და დროშია გაწელილი, ხო, თუმცა თავარი მართველი ენერგია რაც უკვე შემოდის შენს ცხოვრებაში, ეს არის მაგი, დავამატოთ არკანი, მაგი, თასების მეფე, შემდგომში და 8-იანი პენტაკლები, მუშაობა, აღორძინება და რეალურად რო ვთქვა 1 წუთი, აჰა, всё, გამოდიხარ არსებული მდგომარეობიდან, განულებული სიტუაციით უნდა დაიწყო შენ, ახლა უკვე განვითარება, აქ არის რაღაცა შანსის შემოსვლა, პერსპექტივის შემოსვლა, ვინ სამსახური დაკარგა, სამსახურის გამოჩენას ელოდეთ, ვინც დაუშვათ რაღაცა პრობლემებში ხართ პირად ურთიერთობაში, ამ ადამიანის კონტაქტზე გამოჩენას ელოდეთ, ვიღაცა გზვერავს, ვიღაცა გაკვირდება შორიდან. სამსახურს ვინც ეძებს ყოფილი თანამშრომლებიდან, ვიღაც უნდა შეგეხმიანოს, რაღაცა შემოთავაზება იქნება. ეშმაკი, justice გვაქვს აქ ჩვენ, მართლმსაჯულება, 7-იანი კვერთხები, 9-იანი კვერთხები, შემდგომ კვერთხების რაინდი, მოიცა, აჰა, გასაგებია, სავარაუდოდ ბევრი ფინანსური ვალდებულება, საბანკო ვალდებულება, საის რაღაცა სესხი გინდა, რაღაცის დამატება გინდა, რაღაცაზე გჭირდება შენ ან დარიცხვები, ან ფულის ბრუნვა, ან რაღაცა გჭირდება ბანკის დახმარება, არ ვიცი, გადასახდელი თანხები ფიქსირდება, ბევრი რაც არ იცი როგორ უნდა გაისტუმრო, რითი გადაიხადო და ასე შემდეგ, რაღაცა გზის განხორციელებაზე ფიქრობ, აქ ესეც ჩანს და პლუს ამას ფიქრობ, საიდან დაალაგო და როგორ დაალაგო ფინანსები, ისე რომ შენი ყველა საქმე დაალაგდეს და მოვიდეს დღის წესრიგში. საინტერესო თემა გადაიშალა აქ, მე აქ რასაც ვხედავ, არის ის, რომ ფინანსების, ესე ვთქვათ, დალაგება უეცარი შემოდინებისთვის უნდა იყო მზად, ოღონდ ეს ყველაფერი 4-დან 5 დღის შუალედში უნდა მოხდეს. გადავალ ახლა მთავარ საკითხზე, რა გელოდება, რისთვის უნდა იყო მზად და რას გიზმზადებს შენი მთავარი ბედისწერა. დეტალებისათვის და ვრცელი ინფორმაციებისათვის მოვიშველიოთ ჩვენი სანტა მუერტეს დასტა. ნახოთ, რას გიმზადებს შენი ბედისწერა, რა მოხდება შენს ცხოვრებაში აგვისტოს თვის მანძილზე, განმავლობაში და ზოგადად რა გელოდება. აგვისტოს თვის ბოლომდე რა გელოდება. ამოხდა. 3-იანი პენტაკლები, ფონი მაქვს მაგის, პაჟი ყავს ჩვენ თასების, შემდგომ ვარსკვლავი გადასარევი,
ათასებისრიანი გადაადგილება ჩანს ბავშვებო აქ შეიძლება მოგიწიოთ საქალაქთა შორისო შიდა ქალაქის ესე ვთქვათ ქალაქებში შიდა სადაც იმყოფები არ აქვს მნიშვნელობა ემიგრაციაში ხარ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხარ შიდა ტერიტორიებზე გადაადგილება ოღონდ რაღაცა ისეთი გასართობი თვალსაზრისით საქეიფოდ დროის ატარებლად შესაძლებელია ითქვას რომ მასპინძლობა მოგიწიოთ აგვისტოს თვეში შესაძლებელია ვიღაცას ელოდებით ოჯახის წევრის ჩამოსვლას ან არ ვიცი სადღაცას მასპინძლობის ენერგია აი რაღაცა სტუმრიანობა ეგეთი ამბავი ჩანს აქ მე აი აქ შენი ეს დამძიმებული ენერგია რო აი ყურები რო გაქვს ჩამოყრილი რაღაცნაირად და არ იცი რა გააკეთო არ ვიცი რატო არ ჩანს ნუ აი სუდათ ურყავს შოქი იქიდან აი ეს უნდა დასრულდეს აი ეს პერიოდი უნდა დასრულდეს და გამოხვიდე უნდა არსებული მდგომარეობიდან მუშაობა ჩანს ძალიან დატვირთული გრაფიკით ბავშვებო თუ ვინმე სამსახური დაკარგეთ, თუ ვინმე გქონდათ ისეთი სიტუაცია, სადაც დაუშვათ, კარგად გქონდათ აწყობილი საათივით ფინანსები და სტაბილურად იყავით თქვენ სამსახურში და მოხდა ისე, რომ ვიღაცების ჩარევის გამო რაღაცები აირდა-აირია, აი რაღაცა ახალი სიახლე შემოთავაზება სამსახურის გარეშე ვინც ხართ აგვისტოს მეორე კვირიდან ელოდეთ ამ შემთხვევაში სამსახურის საკითხის დაალაგებას დღის წესრიგში მოყვანას. რა მოხდება აგვისტოს თვეში კიდევ თქვენთან დაკავშირებით თქვენს ცხოვრებაში რა უნდა მოხდეს? ვინც იმყოფებით არ აქვს მნიშვნელობა სამკუთხედში ხარ ისეთ ურთიერთობაში ხარ, სადაც მესამე პირები არ არიან, ურთიერთობა აქტუალური იქნება, ძალიან ისეთ მძვინვარებს ამ გაშლაში, აგვისტოსთვის განმავლობაში დაპაუზებული დაკიდებული ურთიერთობების აღდგენა ჩანს, ვინც არ ხართ დაპაუზებულები და დაუშვათ სტაბილურად მიდიხართ, მაგრამ რაღაცა პატარა ჩავარდნა გაქვთ და ცოტა განსჯით ამ ადამიანს და ცოტა ნერვები გეშლებათ და ნერვებს გეშლით, ამ ადამიანთან დაალაგება ემოციების, გრძნობების და ასე შემდეგ გელოდებათ. ფინანსური თვალსაზრისით პენტაკლების მეფის ენერგიებში იტრიალებთ თქვენ და პენტაკლების დედოფლის, მაგრამ ბევრი შემთხვევაში ვინც ხართ მარტოხელები, ან ხართ ურთიერთობაში, თქვენი პარტნიორის რაღაცა გამარჯვება, ახალი საქმის დაწყება, დიდი ფინანსების შემოსვლა მოპოვება. ვისაც ოჯახები ყავთ, მეუღლეები ყავთ გვერდით, ხო? იცოდეთ რომ თქვენ და თქვენი ქმარი თუ აპირებთ რაიმე სახის ბიზნესის დაწყებას, საქმის დაწყებას და არ იცით და გადაუწყვეტლობა გაქვთ იმისა, რომ გამოვა ეს საქმე თუ არ გამოვა და ვერ ჭრით ამ თავარ პრობლემას, არც კი დაფიქრდეთ ისე დაიწყეთ ის მთავარი კონკრეტული თემა და აი აღორძინეთ ის საქმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანსური, ესე ვთქვათ, სიკეთის და სიუხვის შემოტანა შეუძლია არსებულ საქმეს. კიდევ რა ჩანს, ვისაც ყავთ, არ ვიცი, ძმა, და ვიღაცასთან ერთად, ოჯახის წევრთან ერთად თუ გეგმავთ რაიმე საქმის დაწყებას, მეგობართან ერთად, ვინცაც ძალიან ენდობით, ვინც თქვენთვის ოჯახის წევრის ტოლფასი არის, რაღაცა ფინანსური თვალსაზრისით საერთო საქმეები ან ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებს, რომ ჩემს სამსახურში არის ვაკანსია, მოდი ერთად ვიმუშაოთ, გვერდით დაუდგეთ ერთმანეთს, არინერო. მოკლედ, ამ ტიპის მოარგე შენს ვარიანტ, შენს სიტუაციას და მზად იყავი იმისათვის, რომ აი ეს შენი ჩახერგილი, რაღაც დაპაუზებული ფინანსურად დავარდნილი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ეხლა ვინც ელოდება კაცის გამოჩენას და აი პაუზაზე არის და დაიკარგა ეს კაცი და გგონია რომ ინტერესი არ აქვს შენს მიმართ, გამოჩრიტინდეს უნდა და მესიჯი უნდა მოგწეროს დაგირეკოს მოულოდნელი კონტაქტზე გამოსვლა და რაღაცა ისეთი ქმედება მისი მხრიდან შე რომ ესე განერვიულებს და გაგდებს საგონებელში, რაც ნააბაროდ დაგიმტკიცებს იმას, რომ იცი რომ ვინმე თურმე ვადარდებ, თურმე ვაინტერესებ. რაღაცა გულმოკლული ხარ, ნერვები გაქვს მოშლილი, მოწყენილი ხარ, შენ სიტუაციას მოარგე ხარ, 1000 კაცი მიყურებს და ამიტომ ვისაც გაქვთ ეს სიტუაცია, მათ ეხებათ აი ეს ინფორმაცია კონკრეტულად. აღიარებისთვის იყავი მზად, აღიარების, აი იგრძნობ რომ ისთვის სასურველი ხარ, იგრძნობ რომ ისთვის მნიშვნელოვანი ხარ, რაღაცა მსგავსი საკითხები ჩანს, ფინანსური საკითხების ესე ჯიბეში ჩადება, ფულის შემოსვლა ჩანს ბავშვებო აქ აგვისტოს თვეში, ბევრი საქმე ჩანს, ძალიან ბევრი, ვინც რემონტებს ახლა იწყებს ღმერთი თქვენკენ, ძალიან ბევრი ფულის გასვლა, ვინც სახლის შელამაზებას ფიქრობს, ან საქმის დაწყებას ახლა ფიქრობს, ბევრი ფინანსები ჩანს აქ, ფინანსების გასვლა ჩანს, მაგრამ ისე კაი გემრიელად რომ დააბანდებ და ჩააწყობ ამ ფულს, ისე როგორც საჭირო 10-იანი პენტაკლი მაქვს, ჯასტ ისა ჯაჯმენტი მაქვს, ორიენტი. ხო, აქ არის როგორ რაღაცა, იცი, ნახე ბევრი შემთხვევაში შეიძლება რაღაცაში ჩადოთ თქვენ ფული და აი ფიქრობ ნერვიულობ რომ აი თუ ამოვიღებ ამ ფულს თუ გამომივა ეს საქმე არც კი დაფიქრდე ისე ჩადე ფული იმიტომ რომ რაღაცა უნდა ორმაგად დაგიტრიალდეს და ამოიღო საქმეს იწყებ ამასში თუ რა იგულისხმება არ ვიცი მაგრამ რაღაცა საქმის დაძვრა 2 კვირის განმავლობაში ან 2 თვის ვადაზე რაღაცა საქმეს დაიწყებ შენ რაც კენწეროში ზედმეტად მოისხავს თავის გემრიელ და ტკბილ ნაყოფს ეტლი კვერთხების ეს მყავს რა ქვია რაინდი აი ბატონო გადაადგილებები არის აქტუალური, ძალიან ბევრი მოგზაურობა, კიდევ თუ იყავით სადმე დაუშვათ კიდევ წახვალთ სადღაცას. შემოთავაზება, აქ არის რაღაცნაირად თითქოს ერთი ადგილიდან მეორეზე წასვლა, მეორედან მესამეზე, ძალიან მოძრავი, ესე ვთქვათ, თვეგელოდებათ, ეს იცოდეთ, ბანკანი შეძენა ვისაც სურს, მართვის მოწმობის აღება ვისაც სურს, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტუალური თვე იქნება იდეალური პერიოდია. მე გავაგრძელოთ ახლა.
გავაგრძელოთ. ფინანსურად იქნება დატვირთული თვე, ძალიან კაი გაგებით ვამბობ ამას ფინანსურად. ისედაც დატვირთული თვე იქნება ბევრი საქმე, ბევრი კლიენტი, ბევრი მუშაობა, ბევრი საქმე სამსახურში, ბევრი პროექტი, ბევრი პაციენტი, არ ვიცი, ბევრი კლიენტი, ყველანაირად მოარგე შენს პროფესიას, რა შეიძლება გყავდეს ბევრი გაყიდვა, ბევრი შემოსავალი, აი ესეთ რაღაცები ფიგურირებს, პლუს ამას რაღაც საქმეს დაიწყებ შენ და ფიქრობ, დიდი ფული გჭირდება ამისათვის და ბანკისაგან მხარდაჭერას ელოდე. რაც შეეხება ეხლა, აი ყველაზე ისეთი სიხარულს რა შემოიტანს შენს ცხოვრებაში, რა გაგაბედნიერებს აგვისტოსთვის ბოლომდე, სად მოიპოვებ შენ აი ამ თავარ, ესე ვთქვათ, ნაპერწკალს, რაც უნდა გადაიქცეს ძალიან დიდ დღესასწაულში, რა გაგახარებს? შეგახსენებთ, რომ ივლისის დასრულებამდე რამოდენიმე დღე დარჩა, 300 ლარიანი გაშლის ღირებულება 50 ლარი არის, პირად ენერგეტიკულ წმენდებზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ბავშვებო. და აი ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მოასწარით ჩაწერა Instagram გვერდზე ქართული შრიფტით შენი ხიოლი როგორც YouTube-ზე მაწერია სახელი. ფორმატი იქნება გაშლის ხმოვანი შეწყობინებებით, იმიტომ რომ ჩაწერა ბევრია, სააქციო გაშლა არის, ექსპრეს გაშლა, ეს არ არის ისეთი დიდი 1 საათიანი გაშლა. აუდიოზარით ეს არ ხდება, იქნება ხმოვანი შეწყობინებებით, შედის 8 შეკითხვა და ეს 8 შეკითხვა როგორც გინდა ისე მოიაზრე, გინდა ფინანსებზე დასვი, გინდა ცოტა პირადზე, ცოტა ფინანსზე, გინდა ყველაფერი, რა ვიცი მე. პირადზე გააკეთე, ხო, შენი არჩევანია, ჩასაწერად მომმართეთ. ვნახოთ ახლა აქ ჩვენ რა გაგახარებს, შენი ბედნიერების ამბები მოგვიყვეს ახლა ტარო მაგისტოში. შენ რაც გელოდება, რა გელოდება, ფონი მაქვს მე აქ პენტაკლების რაინდის. აბა ვნახოთ რა გელოდება, ცხრიანი კვერთხები, მერე 10-იანი კვერთხები, ჯაჯმენტი და სამყარო. მაგი, მიწის ნაკვეთს ვინც ყიდის. უძრავი ქონების საკითხებს, ვისაც ესე ვთქვათ, რაღაცა უნდა რომ უძრავი ქონება გაყიდოს, ან მოძრავი ქონება გაყიდოს, ან მიწის ნაკვეთი გაყიდოს. სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე ეს უნდა გაიყიდოს, დიდი ფული უნდა შემოვიდეს აქედან მიღებული ფულით რაღაცა მნიშვნელოვანი საქმის წარმოება, საქმეში ესე ვთქვათ, რაღაცა ფულის ჩადება გელოდება. გავაგრძელოთ. რა გელოდება? კი, ნამდვილად ფინანსური ჩავარდნა არის ახლა ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში, განერვიულებს ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ამოძრავდე, უნდა ამოიქაჩო. მანქანასთან დაკავშირებულ ნაწილებზე უნდა იყო ყურადღებით, რაღაცა რაც ჯართია და ბევრი ხარჯი უნდა, ან ბევრს გიწვავს, ან ხშირად გიფუჭდება, მოიშორებ ამას გაყიდი. არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ტიპის მანქანა, რაღაცა მოძრავი რაც არის, აი ეს უნდა მოიშორო და გაყიდო. შემდგომ გავაგრძელოთ ახლა აქ ენერგეტიკული წმენდებისთვის იდეალური პერიოდი არის ბავშვებო, ოჯახში მამაკაც თუ ქონდა რაიმე სახის ძმას, მამას, რა ვიცი, მეუღლეს, რაიმე სახის ფინანსური ჩავარდნები, იცოდეთ რომ აი ამ საკითხების დალაგება და დასტაბილურება ელოდება. რაც შეეხება ახლა აქ ბიუროკრატიულ საკითხებს, რაც არის აი საბანკო თვალსაზრისით, მოდი ახლა ეს ყველაფერი კარგად ჩავშალოთ, რას გულისხმობს. აბა ვნახოთ რა გელოდება. რაღაც ისეთი პერიოდიდან გადიხარ, კი ბატონო, რაღაც ისეთი პერიოდიდან გადიხარ, რაც ცოტა განერვიულებდა. შეიძლება რაღაცა საქმისთვის ბანკმა სესხი არ მოგცა, შეიძლება ვალი გქონდა, ვერ დააბრუნე, ან შენ გინდოდა რომ დაუშვათ დაიბრუნებინა ჩვენთვის ფული, არ მოგდიოდა ეს ფული, ან რაღაცის გაყიდვას ელოდებოდი, არ იყიდებოდა და მოკლედ ფული გჭირდება. დიდი ფინანსების შემოსვლა, დიდი შანსების შემოსვლა, დიდი გამართლების შემოსვლა, ვინც ხართ უსამსახუროდ, ელოდეთ შეტყობინებას ყოფილი თანამშრომელისგან, მენეჯერისგან, უფროსისგან, რაღაცა ისევ თავიდან უნდა შემოგთავაზოთ. ან უბრალოდ სამსახურის ვარიანტი უნდა გამოჩნდეს, რაც მეტად უფრო, ესე ვთქვათ, დიდ ფინანსურ სიკეთეს მოგიტანთ, ხო? აქტუალური და აქტიური იქნება კომუნიკაციები, ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან უნდა დაალაგდეს სიტუაციები აგვისტოსთვის ბოლომდე. აქ რაც ჩანს, არის ძალიან ბევრი დღესასწაული, რომელზეც წაბრძანება მოგიწევთ. თმების დასწორება, აფუება, დახვევა, რა ვიცი, ეპილაციები, რამერუმეები, გაპრანჭვები, გამზადებები, ვინც ხართ ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდეთ რომ ადამიანმა უნდა გაგაცნოთ მისი არ ვიცი ოჯახის წევრი, მეგობა, ვიღაცა მოკლედ მისიანი, ვიღაცასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, გამარჯვების გზებზე უნდა შედგათ ფეხი და იცოდეთ რომ ივლისის ბოლო კვირა თუ იყო ძალიან მძიმე და რთული, აგვისტოს მთლიანი თვე გარდამავალი იმ ჩვენ ბარხატნის სეზონს რო ეძახი ხოლმე სექტემბერი-ოქტომბრის პირველ კვირას.
იმ ვადამდე შენს ცხოვრებაში დიდი ფინანსები უნდა შემოვიდეს. ძალიან დიდი ოდენობით მუშაობა, დიდი ოდენობით ფინანსური ჩარიცხვები, ფულის შემოსვლები გაუფრთხილდი ამ ფულს, იმიტომ რომ სადღაცა სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის პერიოდისათვის მიგითითებს ტარო, რომ კარგი იქნება, რომ რა საქმის დაწყებასაც აპირებ, აი საშემოდგომოდ დაიწყო. და დაგჭირდება, ბევრი მუშაობა გელოდება, ჩემო ტკბილო, საკმაოდ ბევრი მუშაობა, მუხლ გაუშლელი, მიხლ ჩაუხრელი, როგორ ეძახიან ხოლმე. მუშაობა. რითი ვასრულებთ და ვაგვირგვინებთ ახლა აქ ჩვენ საჯარო გაშლას, აქ არის ფიზიკური ცვლილებები, ფიზიკური გაუმჯობესებები, აქ არის წონის კლება, ან წონის მატება, რაც შენი პრობლემა არის რომელიმე. მოარგე სიტუაციას, ძალიან დიდი სიხარული ჩანს. ბევრი შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, რომ თუ დაუშვათ შენს ქმარს სამსახურში პრობლემები ჰქონდა, ახალი შემოთავაზება, ძალიან კარგი ახალი კონტრაქტი, ახალი სამუშაო წრე, ახალი რაღაცა ყველაფერი ახალი გელოდებათ, ამისათვის იყავით მზად. ისე უნდა შეტრიალდეს და დატრიალდეს შენი ცხოვრების ბედის წერის ბორბალი, რომ ყველაზე ბედნიერი თვე მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში შენთვის იქნება აგვისტოს თვე. აგვისტოს თვეში დაწყებული შემოსავლები ნაყოფს გამოიღებს და გამოგადგება მეტწილად ოქტომბრის პერიოდში. არ ვიცი რას იწყებ, არ ვიცი რას გეგმავ, მაგრამ ვიღაცებთან ერთად დაჯდები, ვისაც უნდა ბიზნესის დაწყება, მათზე მაქვს მხოლოდ საუბარი, რაღაცეებს მოილაპარაკებთ, ჩამოწერთ, გეგმებთ დასახავთ და ძალიან კარგ სიზავ თუ შენ ამას გააკეთებ. სამყარო, ბედის წერა, არ ვიცი, ყველაფერი თუ კი რამე უზენაესია და მაღალი ძალა არის, ყველა შენს ესე ვთქვათ მხარეს არის და ამ მხრივ ფორტუნა შენ ფარველობს. დანარჩენი ახლა როგორც ესეთი აქ ურთიერთობებში დაალაგება მოხდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და აუცილებელი არის და რაღაცნაირად მგონია, რომ რაღაც ძველი ყველაფერი უარყოფითია, ნეგატიური უნდა მოგშორდეს და დასრულდეს შენს ცხოვრებაში. რაღაცა რაც გაბზარული კიდევ სახლში, გატეხილი, ყურმოტეხილი, ყურწამტრეული, კბილდაპირმომტრეული, გადაყარე, მოიშორე, აალაგე. მე სულ ეს, არ ვიცი, ეს არის სულ ის თქვა შემიძლია თქვენთვის. ამიტომ გელოდებით ყოველს პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე Instagram-ზე მომწერთ მხოლოდ ქართული შრიფტით შენიხიოლი. გაითვალისწინეთ, რომ აქცია კვლავ ძალაშია, 300 ლარიანი გაშლის ღირებულება არის 50 ლარი, ხოლო ასევე ენერგეტიკულ წმენდებზე მოქმედებს 50%-იანი ფასტეკლება მხოლოდ ამ ივლისისთვის ბოლომდე. დაგემშვიდობებით, ბედნიერ, ნაყოფიერ და არ ვიცი, წარმატებულ კვირას გისურვებთ.